შენ ხوارგადაირი ცოლი მინდა ხალი მე ვაშკაცური ცხოვრება მინდაო აი ეგ არის ქართული მაგაში აი მაგაში ვერ შეთანხმდა მაგით ვერ თანხმდები სამდებოებასთან მაგაში ესე იგი მე ახლა როგორც გავიგე ამირანი შეებრძოლა იახვეს და იახვე ეუბნებოდა რომ შენ უნდა დამემორჩილო შენ მაგას ამბობ მაგას ეუბნებოდა ესე იგი შენ მე უნდა დაიღო ჯვარი შენი უარყო თავი შენი და გამომხვალ გეიგე ისე მაგას ეს რა თავი უნდა უარყო მე ცხოვრება მინდაო კაი გემრიელი ცხოვრება გემრიელი ჭამათო ოღონდ გორმოცელობა და იგი კი არა ვაშკაცური ცხოვრება მინდაო გოგოები მიყვარსო და იმათთან მინდა ცოლებად მივიღო და იმათთან ვიცხოვ ესე იგი შენ როგორც გაიგე ამირანს უნდოდა ამ ერის ცხოვრება ერის არა მაგას უყვარდა რამდენიმე გოგო და იმ გოგოების ცოლად მოყვანა უნდა და მაგაში უშლიდა ქრისტე ხელს და მაგიტომ ჩამოხსნა ქრისტე შუარი ამირანი და აი ქრისტე მიაჯაჭვა დაუძახა თავის ქეროვანი რაღაცებს ქრისტემ როგორ მიაჯაჭვეს ახლა მაგი ისე ხატონო მიაჯაჭვეს რაც უფრო მიაჯაჭვეს ქრისტემ თუ იალდაბაოთმა იახვე ქრისტე მაგისი ნათლია იყო და ქრისტემ კი არ მიაჯაჭვა იახვე მიაჯაჭვა ალბათ ხო? ხო, რა ვიცი, რაც კიდე ის დაგმეხარი, რა ვიცი. შენ რაც კიდე ის რა. და საიდან იცი რომ რამდენიმე ქალი ერთად უყვარდა ამირანს? ასე ახლა. აი შენთან მოვიდა ეს ინფორმაცია? ამირანი ვარ მე ესე იგი ჩემი იმითი რაღაცა შინაგანი. აი ხა ძალიან საინტერესო რაღაცა მომიყევი რომელიც ჩემთან სულ სხვანაირად რეზონირდა იცი მე ჩემთან არ რეზონირდა ისე რომ აი მაგალითად ქრისტემ მიაჯაჭვა არამედ ჩემთან რეზონირდა როგორც ამირანი მიაჯაჭვა იალდაბაოთმა აი ეგ სახელი მე არ მეცნობა იალდაბაოთი არის იგივე იახვე ხო ვიცი მაგრამ ეგენი მე არ მეცნობა ეს სახელი მე ქრისტე მეცნობა მაგალითად ამ ქვეყნის ღმერთმა ხო მიაჯაჭვა და ამ ქვეყნის ღმერთად ამ ქვეყნის მმართველად ვინ არის დაყენებული? ღმერთმა ვინ ჩამოვიდა დედამიწაზე? ვისაც მეტი ესე იგი იგია, ძალად იგია ამ ქვეყნის მმართველი. ეგა სატანა ხო? სატანა ხო დედამიწაზე ჩამოვიდა? სატანას არა, ყველაზე და სატანაზე დიდი ძალა აქვს ღმერთს. მაგრამ ამ დედამიწაზე ხო სატანა დააყენა მეფედ. სატანა ესე იგი მეფედ კი არ დააყენა, სატანა ესე იგი არის, რომელიც ხელს უშლის ღმერთს ბედნიერებაში და ქორწინებაში სატანა არის რომელიც ესე იგი აკუთვნებს და აკერპებს მარტო გარყვნილებას მხოლოდ ეს გონია ვაშკაცობაც ძლიერებას გაიგე სატანა ეს არის ხო და ქორწინების წინააღმდეგია სატანა მაგას ვამბობ ახლა ქართველი მაშინ თუ ქრისტემ ამირანი მიაჯაჭა მაგის გამო რომ ის არ დაქორწინებულიყო იგივე გამოდის მაშინ ხო და სატანა ქრისტე მაგას ქრისტე სატანა? კი. აბა ღმერთი ვიღა არის მაშინ. ისე ცოლები სავაშკაცურად ცხოვრობს და მომათავალი ვინც არის. ეგ მართალია, ეგ არ არის ქრისტე, მაგრამ მაშინ ანტიქრისტე ყოფილა ის. ანტიქრისტეა კი იმიტომ რომ ანტიქრისტე არის. ანუ ანტიქრისტე, რომელიც ქრისტეს სახელს იძებებს, ხო? რომელიც ამირანს აჯაჭვებს. თვითონ კი არის წელს ქრისტეს სახელს, მას ამირანს უნდა ჭრო დაარქვან თავისი ნათლის სახე ქრისტეს სახე და ბინეთواره შეხარო ქრისტეო და ამირანი ამ თქო გიები ხო და ცოცხლანაირად სამობს ეს რეჟისორი იყო იმანაცოდა მაგის თქო და ეგედა ისე ხო არა ხარკო რა ქრისტემ რო არის ერთი აბივარა ვერ გავიგე ხა რაღაცა გაურებაში ვართ ნახე შენ ამბობ რომ ქრისტემ მიაჯაჭვა ამირანი და ქრისტე არის სატანა ანუ ქრისტე ხო და ესე იგი შენ ლაპარაკობ ანტიქრისტეზე ხო რომელმაც მიაჯაჭვა ამირანი ხო ესეა რომელიც უშლიდა ამირანს ხელს რომ ეცხოვრა ერის ცხოვრებით ერი არის ამირანს ერი არ ყავს აბა რა ყავს ცოლი ერი არ არის ერის ცხოვრება აბა რა არის ცოლი ცოლი არის ოჯახი ანუ ოჯახური ცხოვრებით რო ეცხოვრა, ხო? შენი ოჯახი რო ყავს, იგი ვაშკაცი იმსახურებს, მაგრამ სამყაროში უჯახს.
ესე იგი ჩემი მეუღლე ვაჟკაცია. ხო და მაგას გეუბნის იგი ვისაც ვინც ოჯახი არის შენი ცხოვრება. ესე ჩემთვის კი, გეთანხმები, ქრისტიანობს ესეთ რამეს, რომ თუ არ შეგიძლია ერში ცხოვრება, მაშინ წადი მონასტერში. ხო და მაგაშია საქმე რომ ნახე ორი იმას გთავაზობს ეკლესია. ან ერისთვის იცხოვრეო, ან მონასტერში წადიო და მე არც ერთი მინდა, არც მეორე, მე მინდა ჩემი ოჯახი. ის გოგოები რომ მიყვარს, მინდა რომ იმათთან მიყვარ, მაგაშია საქმე. არც ერი მინდა და არც ეკლესია და არც მონასტერი. სიყვარულმა კი. მინდა მარტო იმ ჩემი ოჯახი მოხდა, ის არის ჩემი ცხოვრება. ნარი ამირა. და რატო გიშლიან მე ხელს? იმიტომ რომ არა, მაშინ ერი იღუპებაო, ეკლესია იღუპებაო, გაიგე, ხო და ეკლესია იღუპება, ვინ გითხრაო რომ იღუპება? ხო არ უნდა გადააყოლოვო ამ ორ ადამიანსო მთელი მსოფლიო და მე ვგონი დიახაც გადავაყოლოთ მეთქი, ჩემი სიყვარულისთვის ვიგრძნოთ, ჩემთვის არის მთავარი ჩემი სიყვარული მეთქი და არა ღმერთი ისე არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს. მთავარია მე რა მეთქი. მთავარია ჩემი გული რას მიგრძნობს და მივყავთ დიანად ჩემ გულზე შინაგან ხმას. ქრისტეც ხომ მაგას გვეუბნება? არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს, თავარია მე რა მივყავ. აი ესე ხან ქრისტესაც გამავიყენებ, ჯვარსაც გამავიყენებ, ხან ჩამავიხსნი ჯვარს, ხან შეურაცხყოფ ქრისტეს, ხან სახარებით ვილაპარაკებ, ხან ისე, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩემი მიზანი არის იმ გოგოსთან ყოფნა. ეს არის ჩემი მიზანი და არა ქრისტე და არა სასუფეველი, არა ერის გადაჭრა. და რატო არ ხარ იმათთან ახლა? მიშლია მთელი ისა რა ქვია, მიშ ეკლესია მიშლი, ის კანონები მიშლი, ის რა ესე იგი ერი იღუპება, მაშინ ამ სოფლიო ხევია, მაგაში ესა. რა დროს მაგის იღუპებაო, კაცო, თავის თავს მიხედონ და ილიას მიხედონ, ის ყუპავს მთელს სოფლიოს და ანუ შენ არ გაქვს იმის საშუალება, რომ ამასთან იკონტაქტო? შეხვედრის უფლებას არ გაძლევენ? საქმე იმაშია რომ ხო. აი მამა გაბრიელი ამბობდა, რაც მე ტაძრები ამის შენებია და ამეგია იმათი მადლით მამხედე მეთქი უხალ. აი გავიდა. და რამდენი ტაძარი აგიგია? გაბრიელი ამბობდა მეკია. მე მგონია რომ შენ რო გიშლიან, იმიტომ უფრო მეტად გინდა ის იქ ყოფნა იმ გოგოებთან. რომ არ დაგიშალონ, შენ ის გოგოები საერთოდ არ დაგაინტერესდება, მე ესე რომ არ დამიშალონ, მაშინ ძალიან თავისუფლად მოვიყვანდი ჩემთან სახში და ვიცხოვრებდით ჩვენთვის თბილა და გემრიელი. აი რა. მაგრამ ვინ დაგვაცლი? მუსულმანებს ხო აქვს ორი ცოლის უფლება? ვინ დაგვაცლი და ესე იგი თბილა და გემრიელად ცხოვრებას მერე ხო და აი მაგაშია საქმე. აბა ქრისტე რო იძახის ბოლო ჟამს არ იქნებიან ცოლები და ქმრებიო, ალბათ მაგას გულისხმობს? რა არ იქნება? ბოლო ჟამს არ იქნებიან? აი მაგიტო ერთანხმდები კიდევ ეკლესიასთან რომ ქრისტე რომ მაგას იძახის რომ სასუფეველში აღარც ქორწინდებიანო და აღარც განქორწინდებიანო. არიან თერცა ანგელები რა ანგელოზე მე მინდა ცხოვრება. და იქნება ანგელოზებს აქვთ ურთიერთობა? უბრალოდ ქორწინება ხო ეს ოფიციალურია? ხო და მაგას გულისხმობს ქრისტე. მაგას გულისხმობს ვერე ქრისტე რომ ოფიციალური ქორწინება და ესეთი რაღაცები გაუქმდება და უბრალოდ ერთი სულები იპოვიან ერთმანეთს და შეერთდებიან. მე არც მინდა არც ეკლესიურად კი არ მინდა რომ ან ჯვარი და შურის წერაზე მოვიდე ან ეკლესიაში ან სიტყვაზე ან რაღაცა ხელი მოვაწერო და ესე ისედაც შემიცოლები არიან და მთავარია მიყვარს და უყვარო და იგი მაგაშია საქმე. ანუ შინაგანად შენ ცოლად თვლი უკვე ხო? თვითონაც შემცოლდება. ანუ ისინი შეყარებულები ვართ ახლა მაგ სახში ჯერ ხო არ მყავს მოყვანილი ასე, მაგრამ შინაგანად ასტრალში უკვე ესია, ხო? აი ესე. ხო და ჩემი აზრით არ უნდა დაგიშალონ არავინ არაფერი. მეც ეგრე ვფიქრობ. და როდესაც შენ თვითონ გაარკვევ იმ გოგოებთან რა ურთიერთობა გინდა, ხო? ეხლა კი გარკვეული გაქვს, მაგრამ ხო გიშლიან? არ გაძლევენ უფლებას რომ გაარკვიო უფრო ახლოს.
უბრალოდ ერი ძალიან ახლოს გვა გარკვეული ერთმანეთთან, უბრალოდ გვიშლის გარემოებები ხელს იმაში, რომ მყავდეს სახში ეგოგოები და ვიცხოვროთ ერთ ჭერქვეშ. აი, მაგარი ეგ არის სულ. და რა პრობლემა აქვს თქვენ იცხოვროს ერთ ჭერქვეშ, არ შეიძლება ორდაზე ერთად დაქორწინება, ხო? მაგი, იცი რა, მე მეკითხები, მაგი კითხე ესე იგი ლაშას. გეკითხები შენ. მიხდი? და შენ რა ქვია? ლაშა. აბა, ხო, ნუ ლაშას ვეკითხები ახლა. ხო და გიგოს ხალაშა. აი, ეგ მაგის ეშინია. ეგ გველია. არ არის. ეს სტრიტინობელა, ის ზაფხულში რო იცის. ჭრიჭინა? ბალახებში. ხო, ნუ გასაგებია ამ შემთხვევაში, იცი რა იქნება ძალიან მაგარი? რომ ის მეორე, რომელიც მეორდება შენში, ხო, ის განიდევნოს შენგან და დასჭეს ლაშა. ამიტომ გამთქნარებს. ამიტომ აი ახლა რაც ერთად ვზივართ, სულ გამთქნარებს. იცი რატო გამოიდევნება ის? იმიტომ ამთქნარებს, რომ ვარ ძალიან მხიარულად, კარკასიაზე დაიმედებულად, რომ ვიცი რომ ერთად იქნებით მე და ჩემი გოგოები. აი ახლა მე რო ვიცოდე მაგ დემონის სახელი, ვუბრძანებდი და გავიდოდა, მაგრამ მე სამწუხაროდ არ ვიცი მაგ დემონის სახელი. დემონი? ხო. დემონი რას ნიშნავს? რომელიც გაორებაში გამყოფებს შენ. სიტყვა დემონი რას ნიშნავს? რომ ხარი? დემონი ნიშნავს იმას, რომ დედის მონა. არა. აბა? დენის მონა. მამონი? მამის მონა. არა. აბა? დემონი არის